გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ თუ ამერიკას შეუძლია არალეგალურად დაესხას თავს ირანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა ამ აგრესიაში მისი მოკავშირეა. ამის მტკიცებულება კი ის გახლავთ, რომ არც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არც ურსულა ფონ დერ ლაიენს და არც კაია კალას არ დაუგმიათ ეს ყოვლად უკანონო აგრესია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. პირიქით, ისინი იმ ქვეყნისგან მოითხოვენ დეესკალაციასა და მშვიდობას, რომელსაც თავს დაესხნენ. ისინი მუდმივად ომის პროპაგანდით არიან დაკავებულები. ბატონი ალვარესი, ქალბატონი ფონ დერ ლაიენი და ქალბატონი კაია კალასი დღეს ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მთავარი პრობლემა ირანის ბირთვული პროგრამაა. ეს იმ დროს, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და თავად ამერიკაც ღიად აცხადებენ, რომ ირანს ბირთვული ბომბები არ აქვს. ეს განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც თითოეულ აგრესორ ქვეყანას თავად აქვს ბირთვული არსენალი, როგორც ამერიკას, ისე ისრაელს. უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ბომბები აქვს ჩამოგდებული, ეს ამერიკაა. არსებული მდგომარეობა მტკიცებულებაა იმისა, რომ გადაიარაღების პოლიტიკა და თვითონ ნატოს ორგანიზაციაც იმისთვის არ შექმნილან, რომ ჩვენ დაგვიცვან. ისინი ჩვენ არ გვიცავენ, არამედ პირიქით, საფრთხეში გვაგდებენ. მათ სურთ ევროპა ომში ჩართონ, იმ ომში, რომელსაც ფაშისტი დონალდ ტრამპი იწყებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ გასცეს ბრძანება პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანეთში არსებული ამერიკული ბაზების გამოყენების აკრძალვაზე, რათა ისინი ირანზე არალეგალური თავდასხმებისთვის არ იქნენ გამოყენებულნი, ან ისრაელის მიერ პალესტინელების დასახოცად. რასაკვირველია, ესპანეთმა იარაღის სრული ემბარგო უნდა დააწესოს გენოციდის მომწყობ ისრაელის რეჟიმზე და დატოვოს ისეთი კრიმინალური ორგანიზაცია, როგორიც ნატო. ესპანეთი არც ერთი წუთით აღარ უნდა იყოს ორი ყველაზე აგრესორი ქვეყნის მოკავშირე, იმ ქვეყნების, რომლებიც კაცობრიობას და მსოფლიო მშვიდობას უქმნიან საფრთხეს. გულისხმობ ამერიკას და ისრაელს. ვითხოვ პრემიერ-მინისტრმა ახლა წამოაყენოს ნატოს დატოვების საკითხი. აკრძალოს ესპანეთის მიწაზე არსებული ამერიკული ბაზების გამოყენების შესაძლებლობა და დააწესოს იარაღის სრული ემბარგო ამ აგრესორებზე. ესპანეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა და აღარ გსურს კიდევ ერთი ერაყის ომის გადატანა. არა ომს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.